როგორ აკონტროლებენ ავტორიტარული რეჟიმები ჩვენს აზროვნებას და როგორ დავაღწიოთ თავი მათ გავლენას. ადამიანზე ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა განსაკუთრებით არჩევნების დროს მწვავდება. არჩევნებისას ჩვენ გადაწყვეტილებებზე არაცნობიერი ფაქტორებიც მოქმედებს. აი მაგალითად, ოთახის ტემპერატურა, ჭამე თუ არა საჭმელი და სად ტარდება არჩევნები. სხვათა შორის ერთი კვლევის მიხედვით, თუ საარჩევნო უბანი სკოლაშია, ამორჩევლის ნაწილი უფრო მეტად ფიქრობს განათლების რეფორმებზე და ხმას იმ პარტიას აძლევს, ვინც ასეთ რეფორმებს თავაზობს ამორჩევლს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებს მხოლოდ ამორჩევლის ნაწილზე, ხშირად გადაუწყვეტილ ნაწილზე აქვს ზეგავლენა. მაგრამ ასეთ არჩევნებში, როგორიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, რამდენიმე პროცენტსაც აქვს მნიშვნელობა. აი წარმოიდგინეთ, თუ საარჩევნო უბანსაც აქვს მნიშვნელობა, რამხელა გავლენას ახდენს ჩვენზე ჩვენივე ემოციები, მაგალითად, შიში და უმწეობა. შიში და უმწეობა არის ავტორიტარული აზროვნების მთავარი შემადგენელი. ორივეს ეფექტი უფრო მწვავეა მაშინ, როდესაც საზოგადოება ცხოვრობს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და გრძნობს, რომ საფრთხე ემუქრება, მაგალითად, ჩრდილოეთის საზღვრიდან. შიში და უმწეობა იწვევს მომავლის შიშს და არჩევნების გზით არსებული რეალობის შეცვლის შეუძლებლობას. შესაბამისად, არჩევნებზე ნაკლები ადამიანი მიდის. თუ საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში განიცდის შიშს და უმწეობას, ნელა დემოკრატიული მექანიზმები იშლება. ადამიანი ხმას აძლევს გადარჩენისთვის და არა უკეთესი მომავლისთვის. ადამიანი აღიქვამს თავისუფლებას, როგორც ფუფუნებას და არა ბუნებრივ მოცემულობას და ამორჩეველი ხმას უჭერს მხოლოდ ძლიერ მხარეს და არა ჩაქრულს. ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საფრთხეები ადამიანს აიძულებს ილუზიური მშვიდობა და უსაფრთხოება იპოვონ და ხშირად ამას ადამიანები მთავრობებში ტოლობენ. ცხოვრების განმავლობაში ადამიანების დიდი ნაწილი შეიძლება ჩავარდეს ასეთ მენტალურ მდგომარეობაში. შიში დროთა განმავლობაში ემპათიის და სოლიდარობის განცდებს გვიქვეითებს. ამიტომ, როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები იჩაგრებიან, არ გვიჩნდება პროტესტის გზნობა მანამ, სანამ ჩვენც არ შეგვეხება უსამართლობა. უსამართლობა, როდესაც შეგვეხება, შეიძლება უკვე ქვიანი აღმოჩნდეს. ერთ-ერთი კვლევით, ნევროზი და დასწავლელი უმწეობა აპოლიტიკურობასთან და არჩევნებზე არ მისვლასთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ უმწეობა არ არის მუდმივი მდგომარეობა. ჩვევა, როგორც სხვა ჩვევების შემთხვევაში, მისგან გამოსვლა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ოპოზიციურად განწყობილმა ამორჩეველმა უნდა იგრძნოს, რომ უმრავლესობაშია. თუ კი ამის განცდა არ აქვს, გონია, რომ მის ხმას მაინც არ ექნება მნიშვნელობა და გარიყავენ. ამიტომ, თუ კი თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები წავლენ არჩევნებზე და მათ შეუქმნით ამ განცდას, რომ ისინი უმრავლესობაში არიან, მათ შიშთან და უმწეობასთან გამკლავება უფრო გაუადვილდებათ. ხშირად ამის კარგი გზა არჩევნებზე ერთად-ერთ ჯგუფად მისვლაა. როდესაც წახვალთ არჩევნებზე და მიხვდებით, რომ თქვენი მოქმედებების შედეგად არსებული ვითარება შეიცვალა, მომავლის შიში ნელ-ნელა დაიკრებს. ამ ყველაფრის გააზრებაც და გაცნობიერებაც თავისთავად ეხმარება ადამიანს დაეხმაროს საკუთარ თავს. ხელისუფლებას ეშინია განათლებული, თავდაჯერებული ამორჩევლის. ზუსტად ეს ორი თვისებაა, რომელიც არჩევნებზე აქტიურობას იზრდის.